გამარჯობათ. დღეს კრიტიკული აზრი სტუდია 8-დან ტრადიციულად რის ნახევარზე ვიწყებთ. ოღონდ ერთს გეტყვით, რომ დღეს გიორგი ლომია ვერ იქნება, ასე რომ გადაცემას წავიყვანთ მე გოჩა ჯოჯოა და ჩაგვერთვება ტრადიციულად საფრანგეთიდან გიორგი ფობხაძე. როგორც არ დავარღვევ გიორგის ნარატივს, ლომიასი და პირველ ნაწილში ზარები ჩვეულებრივ იქნება, ოღონდ მეორე ნაწილში, სადაც უფრო ალბათ როგორც პირველში, ისე მეორეში მე და გიორგი ვეცდებით იმას, რომ საერთო სიტუაცია განვიხილოთ, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე მეორე ნაწილი უფრო დაუთმოთ საგარეო პოლიტიკას, რა ხდება გარეთ, იმიტომ რომ ყველანი კარგად ხვდებით იმას, რომ ის რაც გარეთ ხდება, პირდაპირ გავლენას მოახდენს შემდგომ უკვე საქართველოში მიმდინარე პროცესებს და აქედან გამომდინარე ძალიან მნიშვნელოვანია და ალბათ ადევნებდით თვალყურს, ყოველ შემთხვევაში თუ ბოლომდე, ასე ვთქვათ, ჩახედული არ ახართ, ყოველ შემთხვევაში ნებისმიერი საინფორმაციო საშუალებები ყველაზე მნიშვნელოვან ადგილს უთმობდა დავოსში მიმდინარე პროცესებს, ასევე მიმდინარე პროცესებს უკვე დავოსის მერე საათებში წყდებოდა ჯერ მოსკოვში, შემდეგ უკვე აბუ-დაბიში, თუ როგორ განვითარდება რუსეთ-უკრაინის ურთიერთობა, იმიტომ რომ ეს არ არის მხოლოდ რუსეთ-უკრაინის ურთიერთობა და ამ საკითხებზეც ვილაპარაკებთ და დარწმუნებული ვარ იმაში, რომ გიორგიც ჩაგვერთვება და გვექნება როგორც ტრადიციულად გვეტყვის რა ხდება იქ, რა სიტუაციაა ევროპაში და იქიდან დანახული კიდევ ასე ვთქვათ, ჩვენ ხო რას ვცდილობთ ხო სინამდვილეში ვცდილობთ, რომ თქვენ მოგაწოდოთ არა უკვე რაღაცა მზა პროდუქტი, რომ ეს ესეა, არამედ ხედვა იმისი, როგორ შეიძლება განვითარდეს მოვლენები. ასე რომ მივესალმები გიორგის და მოდით ვცადოთ და დავიწყოთ, ასე ვთქვათ, ჩვენ გიორგის გარეშე შევძლოთ, რომ არ დავაგდოთ ტემპი და ვესაუბროთ ჩვენს ძვირფას ტელემაყურებლებს და რადიო მსმენელებს. გიორგი, პირველ რიგში მე პირდაპირ ვიტყვი იმას, რომ ყოველგვარი ზედმეტი თავდაბლობის გარეშე შენმა და პირდაპირ ვამბობ ამას, რასაკვირველია, პირველ რიგში შენმა და მე ჩვენც კაიხანი ვილაპარაკობდით იმაზე, შენ პირდაპირ გადაცემებს Facebook-ზე აკეთებდი ევროპულ ფასებთან დაკავშირებით, მარკეტებთან მიმართებაში, რომ რატომ არის, რომ იქ უფრო შეიძლება ითქვას, რომ სიაფია და ბევრად უფრო მეტი და ბევრჯერ უფრო მეტი, ვიდრე ვთქვათ აქ, ამან ნაყოფი გამოიღო იმაში, რომ ხელისუფლებამ დაიწყო ამაზე ფიქრი, ეხლა ცალკე საკითხია, შედეგობრივად რას მივიღებთ და ინფორმებითაც, რომელი ფორმებითაც ისინი ცდილობენ, მე ხედველობაში მაქვს ინსტიტუტები, რომელი ინსტიტუტები ჩართეს, ხო განსაკუთრებით ერთ-ერთი ყველაზე მთავარი ამ შემთხვევაში სუსია ჩართული და არ ვიცი შედეგად რა დადგება, იმიტომ რომ საბოლოო ჯამში ჩანს, რომ ეს არ არის მარტო ფასწარმოქმნაზე ლაპარაკი, არამედ მე არ ვიცი რაზე გავლენ საბოლოო ჯამში და რატომ იყო სუსი ჩართული. მაგრამ თუ შევხედავთ საფრანგეთს და ევროპას, იქ მე მგონი უფრო სხვა ინსტიტუტები არიან ხოლმე ამაში ჩართული, სახელმწიფო კონტროლი რასაკვირველი არსებობს და შენ ხშირად ამბობდი იმას, რომ გარკვეულწილად რაღაცა ზედაზღვრებია დაწესებული, ანუ სახელმწიფო ერევა, ველური კაპიტალიზმის ის ფორმა, რომელიც შეიძლება ითქვას თავიდან ვითარდებოდა, თანდათანობით რეგულაციებში მოექცა და ეს ყველაფერი იქიდან გამომდინარეა, რომ რასაკვირველია სახელმწიფო ზრუნავს იმაზე, რომ თავისი მოქალაქე იყოს პირველ რიგში უზრუნველყოფილი, კმაყოფილი, კომფორტულად ცხოვრობდეს და არ ხდებოდეს გადამეტებული, შეიძლება ითქვას სპეკულაციური, ეს სიტყვა მარტო საბჭოთა კავშირში არ არის, სპეკულაციური, ასე ვთქვათ, ფასებზე როცა მიდის ლაპარაკი, ეს მთელმა მსოფლიო მიწის ნებისმიერი კაპიტალისტურ ქვეყნებში ჩვეულებრივ ხდება ხოლმე, განსაკუთრებით როცა საქმე ინფლაციურ პროცესებს ეხება ხოლმე, რომ სპეკულაციურად არ მოხდეს ფასების გაზრდა, არ მოხდეს ინფლაცია, არ მოხდეს, ასე ვთქვათ, მხოლოდ რაღაც გარკვეული ვიწრო ჯგუფის მიერ დიდი მოგების მიღება. აი აქედან გამომდინარე, რა ვიცი, მე ვფიქრობ, რომ რაღაც გარკვეული გამოცდილებები, რომელიც შენც გქონდა ამის შესახებ ლაპარაკობდი და დღეს ერთ-ერთი მთავარი თემაა ქართულ საზოგადოებაში, თუ რა შედეგი შეიძლება დადგეს და მივახცევს თუ არა იმ შედეგს, რომ ფასების რეგულაცია მოხდება არა მარტო პროდუქტებზე, არამედ იგივე ბენზინზე გახსოვ შენ, რომ ეს ხელისუფლება როცა მოდიოდა ამბობდა, რომ 1 ლარი პირდაპირ მიშაშჯი ის 1 ლარი იმ 1 ლარს ვეღარ პოულობ. ვერავინ ვერ მივაგენით და აი მე მაინტერესებს ეს ევროპა როგორ ახერხებს. საყვარლის საფლავივით არის. დონო.
მოგესალმები გოჩა, მივესალმები ჩვენს მსმენელს და მაყურებელს. ძალიან დანსანანია რომ ჩვენი დღეს გიორგის გარეშე ვართ, იმიტომ რომ გიორგი ჩვენი ესე ვთქვათ წამყვანია. კი ბატონო. საინტერესო თემაზე ვსაუბრობთ ეხლა მე და შენ და შევეცადოთ რომ ძალიან სკრუპულოზურად განვიხილოთ ეს ყველაფერი და უპასუხოთ ჩვენი მსმენელების ზარებსაც იქნება შეკითხვები რა თქმა უნდა. როგორ ხდება ეს რატომ შემოაგდეს ეს თემა მე არ ვიცი იმიტომ რომ ამდენი წელი არა მარტო მე, არამედ მთელი ევროპაში მცხოვრები ქართველები ძალიან დიდი ნაწილი საქართველოსდან ევროპაში ჩასული ტურისტები და მოგზაურები, რომლებიც შედიოდნენ აქაურ სუპერმარკეტებში და ნახულობდნენ იმ ფასებს, რაც ევროპაში არის, ჩამოდიოდნენ და ამბობდნენ, რომ ვიდეოები ჩამოქონდათ, რომ 20 ევროთ რა ვიყიდე იქ და რა შემიძლია ვიყიდო 20 ლარად აქ, ხო? არ ვიცი გამოიბერტყა ყური საქართველოს მთავრობამ თუ რა ხდება, ყოველ შემთხვევაში არ ვიცი. ძალიან საინტერესოა ის ფაქტი, რატო შევიდა სუსი და არ შევიდა სხვა მარეგულირებელი ინსტიტუტები, რომლებიც ამას უნდა არეგულირებდეს ანტიკორუფციული ჩათვლით, ხო? ხო, იმიტომ რომ ეკონომიკურ საკითხებს ეკონომიკური რეგულაციები ჭირდება და არა მხოლოდ ადმინისტრირება, იმიტომ რომ ეს ნაცადი ფორმაა. რა თქმა უნდა და არსად სოფლიოს არც ერთ დემოკრატიულ ქვეყანაში სახელმწიფო უშიშროების სამსახური არ არის დაკავებული ამ საკითხებით თუ არ ეხება საქმე ძალიან დიდი ოდენობით თაღლითობას და საფრანგეთში მაგალითად არც მაგ დროს არ შედის აქ ჟანდარმერია და სპეციალური პოლიციის ანტიკრიმინალური პოლიციის წარმომადგენლები შედიან იგივეა ბელგიაში და იგივეა გერმანიაში კრიმპოლი შედის კრიმინალური პოლიცია შედის მაგ დროს ფინანსურ პოლიციასთან ერთად ჩვენ ერთის ყავს მეორეს ყავს მესამეს ყავს და მე ჟანდარმერია არ აქვს უბრალოდ ეს არის და ამ ფუნქციას სხვა ასრულებს მაგრამ რაღაცა მე ყოველ შემთხვევაში არ გიჩნდება ისეთი აზრი რომ სადღაც ცოტა კვალის შორს მიმავალი უნდა იყოს იმიტომ რომ როცა უსაფრთხოებას ეხება მაშინ გამოდის რომ სახელმწიფოში შეიძლება ძველ ხელისუფლებას მე უფრო სხვა კვალიზე მიჩნდება ეჭვი, რომელიღაცა შემომტანი, ესენ ძირთად ქართული ოცნების შემომწირავე ბიზნესმენები არიან და რაღაცა არ გადაიხადეს იქ რაღაცა ვიხმარო ჟარგონული სიტყვა იშკორნიკეს და ხა მამუკა დინარაძის ამოღების ჯგუფი შეუშვეს ამ ემაში, ხო? კარგი, ამ დღეს ამას თავი დავანებოთ და გადავიდეთ იმ საკითხზე, რატომ არ დაიწევს ფასები საქართველოში ამ მეთოდებით რასაც ესენი აკეთებენ. კოჩა დავიწყოთ იქიდან რომ ჩვენ არაერთხელ და თითქმის ყოველ გადაცემაში ვლაპარაკობთ იმას, რომ საქართველოს კანონმდებლობა ძალიან ჩამორჩება ევროკავშირის კანონმდებლობისაგან და ჩვენ ამის ვალდებულება აღებული გვაქვს ასოცირების ხელშეკრულებით 2014 წლიდან ვიდრე დღემდე, ხო? იქ არის პუნქტობრივად გაწერილი ყველაფერი, როგორ უნდა მოხდეს ქართული კანონმდებლობის ჰარმონიზაცია ევროპულ კანონმდებლობასთან და მათ შორის ძალიან დიდი თავი და ძალიან დიდი ყურადღება ეთმობა ეკონომიკურ საკითხებს და კანონმდებლობას, რომელმაც ქვეყნის ეკონომიკა უნდა დაარეგულიროს. ეს არის 1000 გვერდიანი ხელშეკრულება, რომელიც ფცლად არის განსხვავებულად ჩამოყალიბებული ყველაფერი პუნქტობრივად და პარაგრაფების მიხედვით. ჩვენ არც ერთი ვალდებულება რაც გვაქვს აღებული არ გვაქვს შესრულებული. ჩვენ რო ამის შესრულება დაგვეწყო მაინც ეს სულ სხვანაირად დააყენებდა შემოტანის საკითხსაც, გამბაჟების საკითხსაც, დღგ-ს საკითხსაც, არ ვიცი მე დისტრიბუციის საკითხსაც და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ვიღაცა შევარდა ემაში, რა ქვია, მაღაზიის ქსელებში და იმაუთხრა თითი დაუქნა და დუტ და დატუქსა, რომ შენ ამას არ აკეთებ, ეს არის, არ ვიცი, ეს გაიბერება და ერთჩვენიერ დღეს გასყდება უარესად და ეს გამოიწვევს საშინელ ინფლაციას. ამის გამოცდილება შენს გაქვს, მეც გვაქვს და აი ხა ძალიან მალე დავინახავთ ამ ყველაფრის ძალიან ცუდ შედეგს.
სუსიკი არ უნდა ერეოდეს ამ ემაში. აქ უნდა იყოს საკანონმდებლო ბაზა უნდა იქნებოდეს. ზუსტად ის ევროპული საკანონმდებლო ბაზა, რომელიც არეგულირებს ევროპაში იმას, რა ქვია, ფასების წარმოქმნას, ფასების დამტკიცებას და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. როდესაც მე ვამბობ, რომ 2008 წლის ეკონომიური ფინანსური კრიზისის შემდეგ ევროკავშირმა ესე ფაქტიურად უარი თქვა ველური ეკონომიკის, ველური რა ქვია, ფასთა წარმოქმნის სისტემაზე და გადავიდნენ, ესე ვთქვათ, სხვა უფრო სოციალისტური მიდგომების როცა სახელმწიფო ერევა ჩვეულებრივად როცა სახელმწიფო ერევა ჩვეულებრივად იმაში, რა ქვია, ეკონომიკის სფეროში. მაგრამ აქ არ არის როგორც საბჭოთა კავშირში იყო, რომ შენ აი ეს გოსტანდარტმა დაუშვა, რომ აი ეს არის, აქ არის ესა, რა ქვია, ფასობრივი დერეფნები, რომლებიც და ხო, კონკურენციის დატოვებაზეა, ხო, შენ მაგას კონკურენცია რჩება, ოღონდ ის რაც საბჭოთა კავშირში გამორიცხული იყო, იქ პირდაპირ იყო, თქვათ, რაღაც გარკვეული აი ესა და ეს ფასი უნდა იყოს და არ იძლეოდა. აქ იძლევა საშუალებას. სახელმწიფო კაპიტალიზმის რაღაცა ფორმის ნაწილია ალბათ ეს. კი ბატონო, სახელმწიფო ძალიან რთული ფორმულებია სხვათა შორის შემოტანილი იქ, როგორ მე ვერ ყვევოდი და შეწარმოიდგინე, ბოლომდე ვერ გავერკვიე რა ფორმა, იმიტომ რომ იქ ეკონომიური ცოდნა არის საჭირო. აი იმან რო დათესა და მოიყვანა და იმან რა დახარდა როგორ და აი კალკულაციებია როგორ გამოიყვანოს მაგალითად 1 ლიტრი რძის ეს რა ქვია ფასი რა ქვია წარმოებელმა მე დისტრიბუტორმა და საბოლოოდ დახში როგორ ხო რა ფასით აღმოჩნდება ანუ თვითღირებულებები გიორგი ზარით შემოვიდა და მოდით მას აქვთ რა ქვია თან უპასუხოთ იქნებ შემოგვეშველოს კიდევაც ამ საკითხებზე შეიძლება ვიღაცას კონდეს აბა გისმენთ გერაცვალე ალო დიახ გისმენთ დიახ გისმენთ ძალიან დიდი მადლობა ჩემო ალო ისმის Jo ერთი კითხვა მაქვს თქვენთან, არაფერი ზედმეტი. ახალგაზრდები რატო არ ეკავენ თქვენთან? იმიტომ რომ ნაკლებად უყურებენ ალბათ ახალგაზრდები და ისინი უფრო სოციალური ქსელებით არიან დაკავებული. არა, ჩემო კარგო, არა, ჩემო კარგო. უბრალოდ თქვენ ახალგაზრდებთან არავითარი კავშირი არ აგავთ. მოწყდით ყველაფერს და ჩემისთანა 74 წლიანი პენსიონერები გირეკავენ თქვენ. არ გამოვა მაგისგან არაფერი. და მაშინ თქვენ რაღაც უყურებთ. თუ ვაგისი თუ არ გჯერავთ რომ აქედან რამე გამოვა, მაშინ თქვენც რაღაც უყურებთ. მაშინ ახალგაზრდები რასაც უყურებენ რა შეხედა. შემოვილი ხოლმე თქვენთან რაღაცებს ვინ რა არის, როგორ არის. ახალგაზრდებიც ესე არიან. მე მგონი ახალგაზრდებიც ესე არიან. ხანდახან შემოივლიან, ნახულობენ, მაგრამ ის რომ დარეკონ. არა, ჩემო კარგო, არა, მომისმინე. აზრი არა აქვს ამას ვეკამათოთ წარმოუდგენელია. აი კითხვა გაქვთ თქვენ რამე? თუ კითხვა ეს იყო რომ რატომ ახალგაზრდები არ ეკავენ? აი გაითიშა კიდევაც. ხო, საინტერესო უპასუხოთ და მე გავაგზავნოთ. საერთოდ რაღა სოფლიოში არის ტენდენციები, რომელი ტენდენციებიც გინდა არ გინდა ეს გინდა ჩაკეტილი სისტემაში იყოს, ჩაკეტილი სისტემის სახელმწიფოები იყოს და გინდა ღია სისტემის სახელმწიფოები იყოს, ხო? ეხლა ჯინსები რო შემოვიდა, ჩაკეტილი იყოს საბჭოთა კავშირი, მაგრამ შეძგეცვა, ბეზგეცვა და ყველას ეცვა და ჰიპები როგორც შემოვიდნენ იმაში ამერიკაში, ისე იყო ვიღაცები საბჭოთა კავშირშიც იპოვდნენ მიუხედავად რაღაცების. არის ტენდენციები, რომელიც საერთო მსოფლიო ემას მოიცავს ხოლმე. ახალგაზრდები შენ სწორად თქვი, ძირითადად მიბმულები არიან სხვადასხვა სოციალურ მედია საშუალებებზე, ხო? ეგ კი არა, საფრანგეთის ტელევიზიები ლაპარაკობდნენ იმაზე, რომ მათ გაუჩნდათ ძალიან დიდი პრობლემა იმაზე, რომ YouTube-ი გახდა ფაქტიურად და YouTuber-ები ფაქტიურად გახდნენ ძალიან დიდი კონკურენტები, რომელსაც ტელევიზიები ვერ უხერხებენ ვერაფერს, ვიდრე ვთქვათ ესა რა ქვია ჩვეულებრივი ფორმატის ტელეკომპანიები და ტელეკომპანიებმა დაიწყეს სტრიმები და რაღაც ესენი, მაგრამ არ გამოდის ის სხვა ფენომენია, რომელიც ახალგაზრდებმა ესე აითვისეს და შეისხობდეს, ხო? ასე რომ არა მარტო საქართველოში, მთელ მსოფლიოში არსად არ ეკავენ ახალგაზრდები და არ არიან ჩართულები ამ თემაში.
ძალიან მაგაზე შეგვიძლია ჩვენ ცალკე გადაცემა მიუძვნათ ახალი თაობაზე რა უყვარს, რა მოწონს და როგორ არის. თუ ვინმე რაღაცას უყურებს და გვიყურებენ ჩვენ, ნამდვილად გვიყურებენ ახალგაზრდები, მე ეს ვიცი, იმიტომ რომ ისინი YouTube-ზე შედიან და იქ გვიყურებენ, იმიტომ რომ მათთვის ძალიან მოსახერხებელია ეს YouTube, შევიდა, ჩართო, უყურა ტელეფონში, ვიდრე ახლა იჯდეს 24 საათი და რა ქვია, უყუროს ტელევიზორს ახლა. შორს რად მიდიხარ, გოჩა, ჩემი შვილი 4 შვილი მყავს. ოჯახშიც ესია. ოჯახშიც ესია ტელევიზორს ფაქტურად მე თუ უყურებ, ხო, აგერ ხედა უკა გამორთულია, არავინ არ უყურებს ამ ტელევიზორს. რაღაცა ესე შვარს თუ გადაუსვან და ან Netflix ჩართავენ და იმას უყურებენ, ხო? ეს არის რადიოს უფრო უსმენენ, მაგრამ რადიოს ესეთი განსაკუთრებით საფრანგეთში არის ეს ფენომენი, რადიოს მოსმენის ფენომენი, მაგრამ ეხა რაღაცა ისე რომ ვიღაცა მაიღოს და დარეკოს იმაში რა ქვია. ნაკლებად არის. აი კიდევ ერთი ზარია გიორგი და მოდი დიასახლისები უფრო რეკავენ, ვიდრე ის ვინც შედარებით უფრო დრო მეტი აქვს მოცლილი, იმიტომ რომ ახალგაზრდები ერთმანეთთან საუბრის დროსაც დაკვირვებული იქნები, ხშირ შემთხვევაში ერთმანეთსაც ელაპარაკებიან და იქვე კიდე წერენ და წარმოიდგინე რამოდენიმესთან ერთად აქვთ კონტაქტი, ასე რომ მათ ამ კონკურენციაში რასაკვირველია ძველგაზრდებთან ცოტა სხვა სიტუაცია. მოусმინოთ აბა ზარია გისმენთ პატივცემულო. გისმენთ პირდაპირ ეთერში. ჰალო. დიახ. გამარჯობათ. გამარჯობათ. მოგმართოთ მეგობრებო, დღეს წერს პირველად ვარ ეთერში და მოგილოცავთ 2026 წელს საერთოდ სამჩაბა გაიხარ. ნახოთ რა მოგვიტანს ეს 2026 წელი, მაგრამ ფიქრობ ძალიან ბევრს არაფერს იმედავ. ლინა პოლიტიკური თვალსაზრისით შევეხოთ რევანდიან სიტუაციას. ოპოზიცია, რომელიც რა ვიცი, თავისუფალ ოპოზიციას აღიქვამს და აღწერას არის, ძალიან ყოველთვის ამბობს, რომ ვეშველავო, ქართული ოცნებავო, ძალიან დასუსტავო და ახლა შევიდიაო მოვერიოთ როგორც მაგრამ ქართული ოცნება და ოპოზიცია ორჯერ მეტად დასუსტებული არის ჩემი აზრით. ანუ და მასე თონს ვერ გავალ. ყველა გადაცემა ძალიან საინტერესოა და რაღაცის მომცემი არის ჩემი აზრით. იგივე თქვენი გადაცემა ივესალები ხომ და ყოველთვის უყურებ. ახალგაზრდამდე მე მქონდა ტელევიზიის თქვენთან ურთიერთობა ბატონი გიორგისთან ვესაუბრე ერთი ორჯერ და ჩემი წინადადებების შეთავაზე. იმიტომ რომ თეორია კი კარგია, მაგრამ პრაქტიკა სხვა არის. ამიტომ უნდა გადავიდეთ პრაქტიკულ მოქმედებაზე, რომ რაღაც შედეგი მივიღოთ. ჩემი რა ვიცი, თხოვნა არის თუ თქვენს აიზიარებთ შევხვდეთ რაღაც ფორმატში ერთმანეთს მე ჩემსას გეგმებს ხიათებ თემთელი და ავიწიოთ წინ, იმიტომ რომ ერთ ადგილზე ვკეთებთ ჯერჯერობით აი და არაფერი ეს არ არის რა. ახლა ოპოზიცია იძახის გავერთიანდეს და რაღაცას ეგ არის ნულის შედეგი რა. იმიტომ რომ ეს არ არის ძლიერი ოპოზიცია და მოქმედი რასაც იზაც მივახტოთ მაგას. ამიტომ არის მე თქვენთან მათ ასეთი შეთავაზება თუ გამონახავთ დროს და ადგილის აღქნება სული ამბავი შევხვდეთ დავიდეთ წინ რა ვიცი მე გაიხარეთ, დიდი მადლობა. ოღონდ ერთს გეტყოდით, გარკვეულ წილად, რასაც თქვენ ამბობთ, რასაკვირველია ეს საჭიროა, მაგრამ ამასაც მომზადება ჭირდება. ის აზრი, რომელიც თქვენ გაგიჩნდათ, შეიძლება რამოდენიმე ათეულ ადამიანს აქვს, რამოდენიმე ასეულ ადამიანსაც აქვს. ჩვენი აი მე და გიორგი ახლა რასაც ვაკეთებთ, იგივე როდესაც გიორგი ლომიასთან ავართ, ან თქვათ, თუ კი გვეძლევა ამის საშუალება, იგივე სოციალურ ქსელში ვცდილობთ ერთ რამეს. სწორედაც რომ ადამიანებს ვესაუბროთ და გარკვეულ წილად თანამოაზრეობა არ ნიშნავს იმაში, რომ ჩვენ ყველაფერში ერთმანეთს ვეთანხმებით. აი თქვენ ახსენეთ რაღაც გაერთიანებას და თანამოაზრეობა ნიშნავს რაღაც კონკრეტულ საკითხებში შეთანხმებას. აი ამ კონკრეტული საკითხების შეთანხმებისთვის სიტუაცია გვაჩვენებს თვითონ რომ მომწიფებულია. აი თქვენ თვითონ ამბობთ რომ ჯერჯერობით წინ ვერ მივდივართ. ანუ გამოდის რომ ჯერ ის რასაც ვერ ვახერხებთ ტელევიზიის მეშვეობით, სოციალური ქსელის მეშვეობით. ხო თითოეულ ადამიანთან შეხვედრით, წარმოიდგინეთ, როცა ტელევიზიით შეიძლება 100 ადამიანს
ერთად ესაუბრებოდი ან სოციალური ქსელით, ხო? პირდაპირ შეხვედრებით და ამ დროის რაღაც გარკვეულ მონაკვეთში მხოლოდ 3, 5, 10 ადამიანი შეიძლება ასე ვთქვათ მონაწილეობდეს. აქედან გამომდინარე მე ვფიქრობ, რომ დავიწყოთ ფიქრი იმაზე, რომ ნელ-ნელა თქვენს ადგილზე, თქვენ საახლობლოში უკვე ნელ-ნელა ვეცადოთ იმას, რომ რაღაც გარკვეული შეხვედრა, ოღონდ ამ შეხვედრას უკვე მიტინგის სახეც მივცეთ. თუ გნებავთ, რასაც უფრო თუ კი შეიძლება, ხომ ეს უკვე ნიშნავს ტექნიკური საკითხების გამართვა, როცა უკვე პოლიტიკური პარტია ან პოლიტიკური ჯგუფი რაღაცას აკეთებს. თუ ამაზეა საუბარი, რასაკვირველია შეგიძლიათ რომ თქვათ ამაშიც ჩაერთოთ, მაგრამ მე ვფიქრობ, ჯერ მომწიფებული სიტუაცია ჯერ კიდევ არ არის. ჩვენ კი ძალიან გვინდა რომ მომწიფდეს, ეხლა თქვენ თვითონ ახსენეთ ლიბერალური ტელევიზიები ამბობენ, აი ეხლა საცაა წაიქცევა ქართული ოცნება. რაღაცა სრულ მოლოდინებს ქმნიან, ერთმანეთს ამხნევებენ, მაგრამ ეს არ მოიტანს თვითონ სიტუაცია, როგორც ეხლა გიორგიმ თქვა, რომ თუნდაც სუსი, რომელიც ეხლა კონკრეტულ შემთხვევაში რაღაცა მოქმედებებს ჩაიდენს, საბოლოო ჯამში არ მოიტანს ეს კარგ შედეგს, იმიტომ რომ ესეც ნანახი გვაქვს. დაახლოებით იგივეა, როდესაც მოლოდინებს შექმნი და მე ეს მოლოდინი არ მოდის, ადამიანებს პირიქით ნიჰილისტურად უდგებიან, მე შეიძლება ხელით ჩაიქნიონ. ამიტომ ჩვენ ვფიქრობთ, რომ ჯერ ცოტა ადრეა ის, რომ თქვათ რაღაცა დავთქვათ და უკვე შეკრებაზე გადავიდეთ, უკვე იმაზე გადავიდეთ, რომ მოქმედებები დავიწყოთ, ხელისუფლებას დავანახოთ. ხა ჩვენი მოქმედება რა არის? ჩვენ ახლა მითი რა ქვია, ძალისმიერი იმითი ვერ შევძლებთ, ხო? ერთადერთი რაც შეგვიძლია ეს არის ხალხი გამოვიდეთ ქუჩაში, პროტესტი დავანახოთ და უთხრათ, რომ თქვენი ამგვარი მოქმედება საბოლოო ჯამში მიგვიყვანა იმ ტრაგედიამდე, რაზეც ვართ, რომ ქვეყანა დაიქცა, დემოგრაფიულად ურთულეს მდგომარეობაში ვართ, სოციალურად ურთულეს მდგომარეობაში ვართ, ადამიანები გადიან და სხვა ადამიანები შემოდიან, ის ადამიანები, რომლებსაც აქ უფრო შეიძლება ითქვას, რომ თავიანთ ქვეყანაზე უფრო მეტად მიაჩნიათ, რომ აქ მათთვის ცხოვრება შეიძლება უფრო უკეთესია. იმიტომ რომ არის თქვენ წარმოიდგინეთ ქვეყნები, რომლებიც ბევრად უფრო უარესად ცხოვრობენ, ვიდრე ჩვენ ვართ. სოციალურ მდგომარეობას ბევრად აქვს ესეთი. გოჩა, ძალიან საინტერესო მომენტია აქ, რომ შენ თქვი, რომ გეთანხმები არ მომწიფებულა ამისათვის სიტუაცია. საერთოდ, როდესაც ჩვენ პოლიტიკურ პიარს და პოლიტექნოლოგიას ვსწავლობ და მე როცა ვსწავლობდი, აქ იყო ერთ-ერთი манипуляციის ერთ-ერთი მეთოდია სრუმოლოდინების შექმნა, როდესაც შენ манипуლირებ აბსოლუტურად ემაზე, რა ქვია, მოსახლეობაზე. ეს ეთყობა ამათი ჩვენი პოლიტიკური ელიტის PR ვინც ყავდათ წამყვანი PR ტექნოლოგები იმათმა ასწავლეს და ესენი კარგად იყენებენ ამ ცრუ მოლოდინების შექმნის მას რა ქვია манипуляციურ მეთოდებს და ჯერჯერობით კარგად გამოვდით. აქ მეორე მომენტია, რაც ძალიან მნიშვნელოვანია მეინსტრიმული მედიის როლი ყველაფერში. მეინსტრიმული მედია, ლიბერალური მედიაზე მაქვს მე საუბარი, ფაქტიურად ისინი სამწუხაროდ იმ პრობლემებს არასოდეს არ ხედავენ ხოლმე, რაც აქტუალური უნდა იყოს წესით და კანონით ქვეყანაში და ასევე როგორც პროპაგანდისტული მედია და მეინსტრიმული მედია რაღაცა ესე პინგ-პონგს თამაშობენ ერთმანეთში და ერთი და იგივე თემებს ატრიალებენ ისიქით ამ მხრიდან ეს აქეთ ამ მხრიდან რაღაცა შეთანხმებული ემასავით მგონია ხო. იგივე ხდება პოლიტიკურ ველზეც, ხო? ფაქტიურად მეინსტრიმული, რასაც თქვა, პროდასავლური, რატომ დაირქვეს იმათმა და რატომ ხო, ესე პირობითია, სავსებით გეთახმები, რატო არა ვართ ბედაში პროდასავლელები და რატო არიან ისინი? ხო, მე ადამიანი, რომელიც ევროპაში გავიზარდე, ევროპულ მედიაში მუშაობ, ფრანგულ ტელევიზიაში, მე არა ვარ ევროპელი და არის ვიღაცა, რომელმაც დაირქვა, რომ ის არის თან ევროსტრუქტურებში მუშაობ უკვე 25 წელია, 26 წელი დაიწყო კაცო ევროსტრუქტურებში მუშაობ 26 წელია და მე არა ვარ ევროპელი და ისინი არიან რაღაცა ისეთი ნონსენსამდე მივდივარ ხოლმე. კაი, ეს სასტავს დავარქმევდი ამას, რომელმაც დაირქვა, რომ ჩვენ ვართ პროდასავლური მედია, ფაქტიურად ეს არის ნაციონალური მოძრაობის ბაზაზე აღმოცენებული რამოდენიმე სხვადასხვა პარტია, რომელთანაც მე ჩვენს და ჩვენს რაღაცა შეროთქვი, რომ კონკრეტულ მოცემულობაში შესაძლებელია ჩვენ გადაკვეთის წერტილები მათთან გქონდეს აუცილებლად შესაძლებელია. მაგრამ უყურე დღეს რა ხდება, ეს ეძახის თუ რამე ემასკენი შეკოცო, ის იძახის შენაცო. რაღაც ანუ საღი აზრი ეხლა მე და შე რომ ვილაპარაკოთ და მათ არ მოეწონოთ და ერთი მხარე თქვას რომ დაემთხვა ეს ნაცებს ემას რა ქვია ნარატივს და დაგვიწყებს თქვენ ნაცებო, იმ მეორე ნარატივმა შეიძლება იმასო თქვა რომ
თუ შევაქეთ რომ იცი რა არის კარგია რაღაცა ხელისუფლებამ ეს რომ გააკეთა მაგალითად კარგია მე ძალიან მომეწონა კანონი მიუღიათ თუ კანონი შევიდა უცხოელებისთვის სამუშაო უფლებების მიღების წესის შეცვლაზე ხო ძალიან მომეწონა ძალიან მივესალმე ხო ეხლა ეს რომ გაიგონონ ემათმა რა ქვია კოცებმა თუ ნაცებმა დაიწყებენ რომ შენ და გოჩა და თქვენი ტელევიზია არის კოცების და ასე შემდეგ და ასე ლატენტური კოცები რაღაცა ეს სისულელები მობოდავენ და დაარქმევენ ამას და იქ მაგრამ დგება ხოლმე მომენტი როცა ადამიანები აი მოსახლეობა ელექტორატი ამ ყველაფერსგან იღლება კი და როდესაც ეს არ მუშაობს ხო აი ვერბოვკაშიც არის ესა რა ქვია მომენტი ევროპელები საერთოდ სოფლიო ესა რა ქვია ავერბოვკებს იმაზე რაც მას აკლია საბჭოთა კავშირი ავერბოვკებდა იმაზე შანტაჟზე და რაღაცა იმაზე ხო ერთ ჩვენიერ დღესაც ის შანტაჟის ყოფი ტიპი იტყოდა რომ თქვენი დედაცვატირე დამაშანტაჟე რამდენიც გინდა და გარბოდა ან საბჭოთა კავშირიდან გარბოდა ან ყველაფერს ემაშვებოდა ან ყველაფერს ამიტომ ისევე არის აქაც რაღაცა მომენტში ეს იზრდება კრიტიკულ ზღვარს მიუახლოვდება და გასკდება ასე იყო მიშა მოდის აი რამდენი იმუშავა ხო რამდენი წელი იმუშავა მაგრამ დღეს ახლა ვიღაცა უთხრა რომ მიშა მოდის ეგ ისა რა ქვია აღარ მუშაობს ხო სამწუხაროდ ხელისუფლებაში 90% ზუსტად იმ ნაცებიდან აღმოცენებული მენტალურად ერთა იგივე ახლა რასახელს და არ ქმნებდი ხო რა მნიშვნელობა არა მარტო მენტალურად არის შენ ყავს პაპუაშვილი რომელიც ნაცებში იყო შენ ყავს ესა რა ქვია ჯაფარიძე რომელიც ნაცი იყო შენ ყავს 98 თუ 99 დეპუტატიდან 75 არის ყოფილი ნაცი. შენ ყავს კულტურის მინისტრი, რომელიც ნაცი იყო და არა მარტო ნაცი იყო, სანდრიკა გირგვლიანის მკვლელობაზე აქვს ამ კალს ნათქვამი, რომ ესა რა ქვია, რას გადაგვაყოლეთ ერთი ვაკელი ბიჭის სიკვდილსო და შენ ყავს განათლების მინისტრად კაცი, რომელიც ციხის ბუნტის ერთ-ერთი ორგანიზატორი იყო, ხო? აი ამ დონეზე ვარ ჩვენ ხელისუფლებაში წარმოდგენილები. ამიტომ ესენი პინგ-პონგის თამაში ამათვის არის ძალიან იოლი, მაგრამ ეს რაღაცა ემამდე რა ქვია, ფრანგებს ახლა მეზურ, აი რაღაცა კონდიცია მე გასკდა. არა ვარ ჩვენ ჯერ ამაზე მისული და ძალიან მალე მივალთ, იმიტომ რომ ელვისებულის სწრაფით ვითარდება და ესა რა ქვია, მოვლენები იცვლება სახელმწიფოში, ხო? ფაქტიურად პოზიცია, აი მე რასაც უყურებ, ეხლა გახარია მაგალითად გაეცალა ამ ყველაფერს და თქვა რომ მე არავისთან არ ვერთიანდებ. თუ არ გაერთიანდება ძალიან ჩვენ მაგასაც უნდა მივესალმოთ, გოჩა რომ ვიღაცა არ გაერთიანდება და ცალკე თამაშს ითამაშებს. ლელო გადადგა და რა ქვია, მაყურებლის როლში გამოდის, აქტიურობა ფაქტიურად აღარ აქვს ისეთი ლელოს ესეც მისასალმებელი უნდა იყოს ჩვენი მხრიდან. იმიტომ რომ ჩვენ ლელოსთანაც ამას და თუნდაც იმ ნაცერთან შესაძლებელია დადგეს მომენტი, რომ გადაკვეთის წერტილები საერთო ესა რა ქვია, შეხების წერტილები მოგვიწიოს, იმიტომ რომ ხელისუფლება 99% სიტუაციაში ისეთ სისულელეს აკეთებს, რომ აი წარმოუდგენელი თურქმენეთზე და დავედით დღეს კობახიძემ ისეთი განცხადებები აკეთა და ემა რა ქვია, შარმანაშვილმა ვენსის ვიზიტზე ემაში სომხეთსა და კავკასიაში ნუ ენა ნუ იტყვი და ყურო ნუ გაიგონე. თუნდაც იმ თემაზე რაზეც ახლა ჩვენ ვლაპარაკობთ, კიდევ ამბობ დაუბრუნდეთ ამ თემაზე და განვიხილოთ ძალიან სკრუპულოზურად და ძალიან ესე არ გამოვა მეგობრებო და ძმებო და დებო ძვირფასო ხელისუფლება კიდევ გეუბნებით. გაანებეთ ამ სულელურ თამაშს თავი და დაიწყეთ კაი ევროპული არ მოგწონთ აზიური აიღეთ ტაივანის აიღეთ იქაც ესე არის რატო არის ეს ქვეყნები რომ დაბალი ემეთ რა ქვია პროდუქციის გაყიდვებით არიან ესა რა ქვია გამოვიდა კობახიძე და თქვა რომ რაც ვიმეო გერმანიაში 45 ეს არისო რა ქვია 1000 მოსახლეობა ჩვენთან ვინ მოგცა შენ იმის უფლება, რომ ვინმეს დაუშალო მაღაზია გახსნა თუ არ გახსნა, ხო? ეს არის სისულელე. შენ ისე უნდა ააწყო ესა რა ქვია, მიმდინარეო ეს რეგულაციები ისე უნდა კონდეს, რომ თავისთავად უნდა ხდებოდეს, ხო? ახლა იმისი არ იყოს, მეორადი საბურავების აგრძალვა, ხო? ახლა მე მესმის ერთის მხრივ, რომ ევროპელმა, რომელმაც გამოცვალა
ეს საბურავი და არის გოჩა აგრძალული ევროპაშიც იყიდება ეგ მეორადი საბურავი ყოფილა ხოლმე შემთხვევა რომ მეც მიყიდია მეორადი საბურავი ჩვეულებრივი რამეა გიორგი იმიტომ რომ არის ადამიანები რომლებსაც მიაჩნიათ რომ რაღაცა გარკვეული პერიოდის მერე აუცილებლად საშუალება აქვს ამისი ფული აქვს ამისი და აკეთებს ამას ხო მაგრამ შენ რადგანაც ცდილობ რომ ეკონომიურად შედარებით ისეთ იმაში იყო ხო შამსდარი ბიუჯეტური და ნახულობ რომ ხარისხით ნორმალურია წლები ნორმალურია რატო არ ვიყიდო ამეთი კანონიკერ უნდა რეგულირებდეს. შენ საშუალება უნდა მიცი ადამიანებს იმის რომ ცხოვრების დონე ისე აიმაღლონ რომ მეორადი საბურავი კი არ იყიდოს, კაცო, მიდიოდეს და კარგს ყიდულობდეს. ამას ისევე როგორც მაღაზიების აკრძალვა კი არ არის. რა უფლებით მართლა შენ შეგიძლია თქვა რომ შენ უნდა კონდეს რაღაცა ქსელი ხარ ამდენი მაღაზია. თავისთავად, როდესაც წამგებიანი ხდება მისთვის ეს ბიზნესი, ის თავისთავად კეტავს სხვა მაღაზიას, კაცო, რა თქმა ამას დიდი ფილოსოფია, ხო, ჩვეულებრივი რამეა. ერთადერთი, რასაც სახელმწიფო შეიძლება ერეოდეს, ხშირად სხვათაშორის გიორგი ამბობდა ხოლმე ამას, რომ სახელმწიფომ შეიძლება თავის თავზე აიღოს, თქვა, ბენზინის შესყიდვა და არა ის, რომ ვიღაცას აუგრძალო. მე, რადგანაც სახელმწიფო ყიდულობ ძალიან დიდი რაოდენობით, თავისთავად შენ რომ მოგინდეს იმ ფასში ვერ იყიდი და აქედან გამომდინარე უნდა კარგავდეს ზასტო სხვას კი არ უნდა აუგრძალო. გოჩა ბენზინს რაც შეეხება საქართველოში მე რაც მითხეს, აი წარმოუდგენელი რაღაცა კლანია ჩამოყალიბებული და ამ კლანმა თუ არ იმას ეს საფრანგეთში ხა მე და შე რო დავიწყოთ ესა რა ქვია, თქვა რომ ბენზინის შემოტანა გვინდა, უნდა წავიდე ტოტალს ვეტყვით რომ იცი რა არის 5 თუ 10 ესა რა ქვია ცისტერნა მომეცი აქ შემოვიდან ჩემ ბენზინს და მე მივხედავ ამას კაციშვილი შენი მომკითხავი არ არის გარდა იმისა რომ იქ ლიცენზია უნდა აიღო და ხარჯებია და გამომდინარე აქედან შეიძლება აღარ გიღიდეს 5-6 ცისტერნა არ იძლეოდეს ასე ვთქვათ იმ მოგებას და ამიტომ ანებებ თავს. უყურე გოჩა იქ აკროლად სითხებთან მუშაობის ეს უნდა იცოდე როგორ ესა რა ქვია უსაფრთხოების ტექნიკა და ასე შემდეგ და სანამ მე და შენ იმებას რა ქვია ბენზინის ფირმას გავხსნით 1-3 წელი მარტო ამის სწავლაზე მოგვიწევს ჩვენ და მე ამბობ რომ ჯანდაბას და დოზანას ამის თავის აღარ მინდა კაცო აგერ წავალ და იმაში რა ქვია სხვა უფრო მომგებიან რაღაცას უფრო მომგებიან რაღაცას ებავს ანუ რეგულაციები რისი თქმა გინდა ხო შედა რას ვამბობ ჩვენ ანუ ეს რეგულაციებით ხდება და არა აკრძალვებით ადმინისტრირება რასაკვირველია საჭიროა მაგრამ თავიდან ბოლომდე ადმინისტრირებით აკეთებდნენ რეგულაციებს ნუ არ გამოვა ფასის რეგულაცია ადმინისტრირებით კიდევ ამბობ ასეთი რამე ჩვენ ერთხელ საბჭოთა კავშირში რატო დაინგრა საბჭოთა კავშირი სხვადასხვა პუტინმა დააყენა საკითხი რაზეც დაინგრაო საბჭოთა კავშირიო თქვენ ახლა იგივეს მეუბნებითო ნავთობისო მოთხოვნაო არის ამდენი და ამდენი რაღაცა X რაოდენობა ეს მოთხოვნა ხო არ გაქრებაო შენ რაც არ უნდა მიგრძალო მე და სანქციები დამადო მოთხოვნა მაინც იქნება და აქედან გამომდინარე მაინც მოხდება იმ რაოდენობის წარმოება და გატანა და ამ თქვენო პირიქით მეუბნებოდით საბჭოთა კავშირი ამან დაანგრია რომ ზედმეტი რეგულაციებმა დაანგრია იგივე სიტუაცია ჩვენ ახლა ვცდილობთ რომ სინამდვილეში მე მასაც ვუყურებ ეს არის მაინც აი გამოძახილი იმისი რასაც შენ ამბობ ჩასული ადამიანები რომლებმაც თქვენს რომ პრობლემაა შენს რაც შეგეძლო იმას აკეთებდი სხვა ტელევიზიებმაც მე აიტაცეს ისინი მიხვდნენ რომ ამაზე რაღაცა რეაგირება უნდა გააკეთონ ოღონდ ეს რეაგირება ყველაზე მოკლევადიანი ის არის რაღაცა ისინი მიდიან და რა ის რასაც შენ ამბობ თორე შენ თუ გრძელვადიანზე თვლი ჩვენ რა თუნდა ველოსიპედს გამოგონება ეს თუ ევროპამ გაიარა ეს თუ აზიამ გაიარა ან ერთი მოდელი აიღე ან მეორე მოდელი აიღე გაყევი ამას მაგრამ თუ ამას გაყვები მათთვის ტკივნეული სხვა რამეა მასინის შემოსავლების ის ნაწილი რომელიც ვიღაც პირდაპირ გეუბნება ასოცირების ხელშეკრულება აიღო ფრანგული, გერმანული, ესა რა ქვია, ბალტიისპირული, ჩეხური, რა ვიცი მე, ესპანური და კი არ გადმოშუშო, მოარგე შენ მას რა ქვია ქვეყანას, შენ რეალობას და ჰარმონიზაცია, სინქრონიზაცია გაუკეთე ამას ევროკავშირის კანონმდებლობასთან და შენ ჩაერთვები ამ ქსელში და ბიჭო ქართული პროდუქცია შეგვიძლია შევიტანო ჩვენ ევროკავშირში ნულოვანი გამბაჟებით და საქართველოში შემოგვაქვს 19 და 20%-იანები რა ქვია გამბაჟებით გოჩა რას მელაპარაკებ ახლა რომელი სუსის რაღაცას ჩირთი მირთობენ ესენი რა ესმის იმიტომ მე მქონდა ჩვეულებრივია ხო საქართველოს პატარაა და ადამიანებთან ურთიერთობა რომლებიც ცდილობდნენ იმას რომ ქართული თქვათ ბოსნეული ან რაღაც შეეტანათ და იმ წუთშივე წაასვენ იმას რომ
არა, იმის გამო რომ შენ არ შეგიძლია გრძელვადიანი კონტრაქტის დადება, ანუ რაოდენობაში ამას ვერ იმაშვები, ხო, ვერ კაჩავ. ამიტომ მე თურქული შემომაგ. ის კი არა, ირანულზე ვამბობ, რა ქვია, რაღაც გარკვეულწილად თუ არს, იმიტომ რომ თურქული, ხო, შედარებით უფრო მეტ ხანს ძლებს და ასე შემდეგ. ანუ ბევრი პარამეტრები შემოდის. ამ პარამეტრების მიხედვით ის რასაც შენ ამბობ, სახელმწიფო ერთ რამეს უნდა აკეთებდეს. საშუალება უნდა მიცე. კი არა, აკრძალო ვინმესთან, თქვა ვიღაცის შემოტანილი. არამედ უნდა წაახალისო შენი, რომელიც რასაკვირველია, პირველი პერიოდი შეიძლება ხარჯი მეტი იყოს. ხო, ჩვეულებრივად შეიძლება გერჩივნოს დოტაციური იქნება. რასაკვირველია. და რატომ აკეთებენ ეს ევროპული ქვეყნების დოტაციურს? იმიტომ რომ დგება მომენტი, ის რაც ერთხელ მოხდა კოვიდის დროს, აღმოჩნდა რომ კოვიდის დროს ყველა სახელმწიფომ თავის თავზე იზრუნა. ის ქვეყნებიც კი რომელიც ევროკავშირის წევრი ქვეყნები იყვნენ, ერთმანეთს პირბადეების კონფლიქტი მოხდა, რომ აღარ მიცა ერთმა ქვეყანამ მეორეს, იმიტომ რომ მას ჭირდებოდა. თქვენ წარმოიდგინეთ, აქ რომ რაღაცა მოხდეს. სიტუაცია დაიძაბა რეგიონში და ვეღარ შემოაქვს ვიღაცას, თქვათ, პროდუქტები. საერთოდ აღმოჩნდებით, რომ ჩვენ ხორბალზე ვლაპარაკობდით, გიორგი, ამის წინ მქონდა ნათქვამი, ჩვენი ყველა წისქვილ კომბინატი არის აზერბაიჯანის საკუთრება, აზერბაიჯანის ასე ვთქვათ მოქალაქეების საკუთრება. ხვალ რომ დაგეძაღობს ურთიერთობა. შეძლებ კი შენ ისე წარმართვას. ხო, ახლა როგორ ის არის, მიდგომა, ბიზნესმა არ იცის, ვთქვათ, პოლიტიკური ნაწილი და გაქანებული, ვთქვათ, ომის დროსაც კი იყიდებოდა დაპირისპირებულ მხარეებს შორის. შეიძლება გადაგიკეტოს და პრობლემა შეგექმნას. ხორბალზეა საუბარი. სოკარს აქვს. აიღო, კათოლიციზმია, პაპი ერთია და სხვადასხვა ნაციონალობა, ეროვნება არა კათოლიციზმს. რა უბედურება ეს რა. აი, აქედან გამომდინარე, ესე იგი, გამოდის, რომ შენ ქვეყანაში იმაზე უნდა ფიქრობდე, რომ გარკვეულწილად შეიძლება გარკვეული თანხების მართლაც რაოდენობა, რომელიც მე ვფიქრობ, რომ სოფლის მეურნეობა ცდილობდა რაღაც გარკვეული სუბსიდირებები აკეთეს, მაგრამ იმის გამო რომ ხშირ შემთხვევაში ხდებოდა ეს, რომ მაინც ტენდენცია იყო ვიღაცას უნდა მიცე რაღაცა ნიშნით. აქედან გამომდინარე დაიჩაგრა მართლა გამკეთებელი ვინც იყო და ხშირ შემთხვევაში აღმოჩნდა ეს ფული უბრალოდ გაიფანტა და შედეგად ვერ მიიღეს ის რაც მისაღები იყო შედეგი. ანუ ჩადეს თანხა, მაგრამ იმის გამო რომ ვერ შეძლო, იმიტომ რომ რასაც შენ რაც არ ვიცი, იმის გამო რომ ჩემი ახლობელი არის და შემიძლია რომ იმაში რა ქვია პოლიტიკურ წრეებში მათთვის მხარდამჭერი ვარ, ან ვჭირდები რაღაცაში, ამიტომ გამიკეთეს მომცეს რა ქვია გრანტი, მაგრამ ეს გრანტი ვერ შევძელი და ვერ გავაკეთე. ამისი უნარი არ მეყო. იმისი უნარი მაქვს რომ იმათ საქმე გავუკეთო პოლიტიკურად, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას რომ გინდა თუ არა ეს უნარი კონდეს და ის რაზეც გრანტი ავიღე შეიძლება ვერ გავაკეთე. აქედან გამომდინარე არც არავინ არ დამსაჯა და ის ვიღაცა რომელსაც შეეძლო, ოღონდ შეიძლება პოლიტიკურად მოწინააღმდეგე იყო, შეიძლება ნეიტრალური იყო. იმას კი არ მიცეს. არამედ იქაც იმოქმედა ეს გარკვეულმა ამ ახლობრულ ნათესაურ პოლიტიკურმა გავლენებმა და ამის გამო არის რომ ბევრი პროექტი ვერ განხორციელდა და ვერ წავიდა ისე როგორც საჭირო იყო. და თანაც მე დარწმუნებული ვარ რომ პროცენტული დაშვება, როცა მსგავს პროექტებს აკეთებ, როცა გრანტებს აძლევ, ხო ვიღაცას, შენ უნდა დაუშვა კიდევაც რომ რაღაცები არ გამოვა. ხო, ჩვეულებრივი რამეა, რისკის პროცენტები უნდა დაუშვა. მაგრამ ეს არ ნიშნავს რომ არ გააგრძელო, არ მიეხმარო, ფეხზე არ დააყენო. ჩვენს ქვეყანაში ეს არ ხდება და რასაც შენ ამბობ, გახსოვს ცეკავშირი რას აკეთებდა. ცეკავშირის მთელი ფუნქცია რა იყო? შეისყიდიდა გლეხებისგან, იმიტომ რომ გლეხს არა აქვს იმის საშუალება რომ თქვათ თავისი პროდუქცია და მე ეს კოოპერაციულის მე მიქონდა პირდაპირ ქსელური მასში შექონდა უკვე ცეკავშირს. ხომ შეიძლება მსგავსი იმის გამოყენება, იმიტომ რომ ეს მანდამაინც საბჭოთა პერიოდის კი საბჭოთა გამოცდილება კი არ არის. ბევრგან არის ასეთი რამე, ხო? კი, ეს ევროპული კოოპერატივებიდან ხოდა ხა მამაჩემ იყო მინისტრის მოადგილე იყო ცეკავშირში, კაცო, ეს რა ქვია, კიტაშავიშვილის მოადგილე იყო და მე რესანის მოადგილეს მამა იყო. ხო და ეხლა ვიცი რა იყო და როგორ იყო და როგორ მოქმედებდა ცეკავშირი თუ არ ვიცი სხვა რა ვიცი, ხო? სოფლის იყო კოოპერატივები, რომ რაღაცა პატარ-პატარა კოოპერატივები შემოშორდა გლეხებისგან ყიდულობდნენ და ევროპული მოდელი იყო გადმოღებული რაღაცა აი წვრილი მეწარმეობის პატარა მოდელი იყო, რომელსაც ეს ცეკავშირი ემაშებოდა, ხო? ჩვენ ზუსტად აი ხოჭა პრობლემა რაშია იცი? აი შენ დაწყებულს გავაგრძელებ. ჩვენ არაფერს არ ვაწარმოებ დედამიწის ზედაპირზე, არანაირ სოფლის მეურნეობის პროდუქტს. თუ ვაწარმოებ და არიან რა ვიღაცა აი ერთეული ფერმერები, რომლებიც აი სოციალურ ქსელში სულ უყურებ ხოლმე, როგორ აი გამწარებულები აი
უკვე მოიყვანეს ბევრი აქვს შეიძლება რომ ამ სადისტრიბუციო კომპანიებმა შეისყიდონ იქიდან ეს სადისტრიბუციო კომპანიები მიდიან და ყიდულობენ εμას რა ქვია თურქეთიდან აქედან აქ არის უკვე კარტელური ესეთი რა ქვია გარიგებები ამაზეა სამუშაო და არა ეს რა ქვია რატო ღირს 20 ლარი და რატო არ ღირს 15 ლარი ეგ მერე მოვა როცა შენ ამას როცა შენი ფერმერისგან დაიწყებს შესყიდვას და არა იმაზე ხა საფრანგეთსაც შემოაქვს ხილი ხა ესპანეთი არის ხილის ესე ვთქვათ ჰაბი ხო ყველა ხილი 80% ფრანგებს ადგილობრივია აი როდის შემოდის იცი ესპანური ესა რა ქვია ხილი როდესაც ფრანგულ ხილს სეზონი გავიდა აი ხო მრავალწლიანმა გამოცდილებამ გაჩვენა რომ ადამიანების მოთხოვნილება კონკრეტულად ამ თქვათ ამ ხილზე ამ ბოსტნეულზე ამდენია წლის განმავლობაში შენ გითავდება ამ და ამ თვეებში მაშინ შენ მზად უნდა იყო რომ ამ თვისთვის მოამზადო რომ შემოიტანო შენი მეზობლიდან ეს ხომ ამის რეგულაცია არის ერთ-ერთი ალბათ არ მგონია ძალიან ძნელი იყოს ამის გაკეთება რა თქმა უნდა ის ფრანგი ფერმერებმა რაღაცა ივლისი, აგვისტო, სადღაც სექტემბრამდე, ოქტომბრამდე სიტყვაზე ვთქვათ, მარწყვი მოიყვანეს, ის გაიყიდა სუპერმარკეტებში იყო მხოლოდ ფრანგული წარმოების, რა თქმა უნდა, ის 20% რჩებოდა, მაგრამ სადღაც 60-70% უკვე ნოემბერი, დეკემბერი, იანვარი ჩანაცვლება დაიწყო უკვე ამითი რა შემოტანილიდან დაიწყო. ანუ პოლიტიკას უნდა განსაზღვრავდეს. უყურეთ, ჩვენთან სოფლის მეურნეობის სამინისტრო რის პოლიტიკას განსაზღვრავს? მე მართლა ვფიქრობ, აი რის პოლიტიკა უნდა განსაზღვროს. მიწები მოცდენილია და ვერ ვამუშავებთ. ხო, იმიტომ რომ ვერ შევძელით, ბევრი რაღაცა იფიქრეს, ბევრი რამე გააკეთეს, წვალობდნენ, კაცო, არავის არ უკარგავ, იმას ტექნიკა შემოიყვანეს, რაღაც ისინი გააკეთეს სადგური. არ იმუშავა ისე. ჩვენი მეგობარი გიგლა იყო აგულაშვილი მუშაობდა და მახსოვს გიგლა როგორ შემოდა ხო? არა, რაც გიგლამ გააკეთა, ამათ მოასარგალეს და რა კიდე ახლა. ხო, ანუ რა არიცი, გრძელვადიანი ჩამოყალიბებული პოლიტიკა არ აგვაქვს. იმიტომ რომ იმას, ვისაც პოლიტიკა უნდა ევალებოდეს, ხო, სინამდვილეში პოლიტიკის გამსაზღვრელი არ არის სოფლის მეურნეობაში, სოფლის მეურნეობის მინისტრი. ეკონომიკაში არ არის ეკონომიკის მინისტრი რეალური გამსაზღვრელი ამისი, იმიტომ რომ ამ განსხვავებაც რაზეა ლაპარაკი? პაკეტებს უნდა დებდე, პროგრამები უნდა კეთდებოდეს, რამოდენიმე წელზე უნდა იყოს გათვლილი, იმიტომ რომ ის რასაც ისე არ იყოს, შენ თუ წელს გააკეთე მარტო და ხილი თქვა სიტყვაზე შეისყიდე, მაგრამ მომავალ წელს მე დარწმუნებული არა ვარ, რომ მე რო წელს პამიდორი მოვიყვანე და შენ რო ჩაგაბარე. მომავალ წელს ამ პამიდორს ან ჩაიბარებ ან არა, მაშინ რასაკვირველია მეც აღარ გავრისკავ. გლეხმა უმეტეს შემთხვევაში მე ვიცი რომ ხორბალს თესავდნენ და არ გამოუვიდათ, იმიტომ რომ კონკურენციას ვერ გაუძლეს გიორგი. ვერ გაუძლეს და თქვენს რო აღარ მინდა. მე ბევრ ადამიანს ვიცნობ, რომელმაც ხელი ჩაიქნია და მიწებზე, რომელსაც დიდი ფული ჰქონდა ჩადებული, ენერგია ჰქონდა ჩადებული. რაღაც აი უნიკალური ჯიშის ხო რაღაცა წითელი ხორბალი და რაღაცა დათესეს იმასაც და გაიხედეს და ემედა რა ქვია რაღაც გაურკვეველი ფქვილი და გაურკვეველი ხარისხის ხორბალი შემოიტანეს ჯანდაბიდან და დოზანიდან. ახლა უკრაინიდან და კანადიდან რო შემოიტანათ კიდე იტყოდა კაცი. ისეთი ქვეყნიდან შემოიტანეს ალბათ იმად ულპებოდათ და ამათმა კაპიკებში იყიდეს. ხო, ანუ კაცმა არ იცის რა შემოიტანეს, რასთან ამიტომ გვინდა გოჩა ჩვენ. უყურე როცა ევროკავშირმა სულ ახალს გეუბნები ევროკავშირმა ხელი მოაწერა ბრაზილიასთან, პარაგვაისთან და არგენტინასთან ხორცის შემოტანაზე, ფრანგებმა რატო გააპროტესტეს? ეგო სტანდარტული ხორცი არ არის. და ჩვენი სტანდარტები გვაქვს და მაგას ჩვენ ემაზე არ შემოუშვებთ. ქვეყანაში ჩვენ სტანდარტების და ხარისხის ესა რა ქვია გვაქვს. ბიჭო, კორპუსებს ელემენტარული სოფლის მეურნეობის იმაზე რაზულობა. კორპუსებს აშენებენ და კომისია არ ქონია, რომელიც ამ კორპუსის ვარგისიანობას დაადგენს. შენ წარმოგიდგენი ახლა საფრანგეთში, აი ჩემი კორპუსი, რომ ესა რა ქვია, ისე მიეღოთ ემაში რა ქვია, ექსპლუატაციაში, რომ აქ
წელიწადში 5-ჯერ მოდის ესა რა ქვია კომისია და ამოწმებს ხო არაფერია აი ეხლა სპორტაშორის დაიწყეს და საინტერესო არის მე არც ამას უკარგავ ხო ეხლა გინდა კოცობა დაგვაბრალ დაიწყეს რა იცი უკვე რომ ყოველ ადრე იყო ესე რომ დაამთავრებ მერე მოდიოდა ჩაბარებაზე ეხლა არა ააშენე ერთი სართული მოდის ამოწმებს ნახულობს და უკვე საბოლოო ჯამში როცა ის ამთავრებს რა ქვია მთლიან იმას ხო გამოდის რომ უკვე შემოწმებულია ნორმალურია და კარგია ოღონდ მთელი არსი რაშია ოღონდ ჩვენთან კიდე ერთი რამ გვიჭირს იმისი არ იყოს გინდა სოფლის მეურნეობაში ავიღოთ გინდა ეს რაღაც ნებისმიერ სფეროში ავიღოთ ჩვენთან ბიზნესის მომენტი რა შემოდის იცი ფული როგორ გავაკეთო და ეს გონიათ რომ სახელმწიფო სტრუქტურაში აგერ მე შეიძლება ცუდი ხორბალი იყოს ხარისხით არ ვარ მაგრამ მოვკიდებ ხელს და იაფია და გავყიდი ძვირად ამის საშუალება რა ხარ მომეცა რას ვუყურო მე საქმე გოჩარო მაგან მემასნა მე ძვირად რო გაყიდა იაფიანი შემოიტანა არასტანდარტული ვადაგასული და კაცმა არ იცის რა იმან მოიმატა ფასები და მიტომ გვაქვს ჩვენ რო სამათმა საერთოდ მოსწრეს სანიტარია ჰიგიენის ნორმების ესა რა ქვია ხო სტანდარტები იმიტომ რომ კორუფციის ის არისო მაშინ ბენდუქვიძის დროს იყო მესმის რაღაცა ეტაპი შეიძლება ეგ გაგეკეთებინა ბაზარმა დაარეგულიროს ჩვენ კაცი თუ მოიწამლა შეჭამა გავიგე რომ მეორეჯერ მე აღარ ვიყიდი მაგრამ ის ადამიანი ხო ცუდ იმაში რა ქვია მისი უფლება დაირღვა ადამიანი ცუდად გახდა ხო არ შეიძლება ბაზარი არეგულირებდეს ამას სულ ვიძახი ხომე აი ფრანგებს რა გაძლება აქვს და რამხელა სამსახურია სანიტარ ჰიგიენური უყურე ყოველ 3 დღეში ერთხელ საფრანგეთში აი ყველაზე დაბალი აი ყველაზე იაფასიანი რესტორანი რო არის ხო აი სკოლი ეს არა უცებ აი ზაბელგალოვკას რო ვეძახ ისინი ვალდებულნი არიან რომ კვირაში 3-ჯერ სანიტარია ჰიგიენის წარმომადგენელი მოდის და აი ნებისმიერ იმიდან კი არა აი იმიდან კი არ ვიღებ მე აი რომელიც მოხდა ის აიღო წაიღო ემაზე რა ქვია შემოწმებაზე ლაბორატორიულში ყველა გოჩა ყველა აბსოლუტურად ყველა ხო იმიტომ რომ დაცული ამეთუა დაცული საზოგადოება ამეთუა დაცული ადამიანები ხო ეს არა მარტო ეს არის რესტორნის მენიუს რო ადგენს უყურე და ნახე გავოგნდი რესტორნის მენიუს რო ადგენს იქ ჩამოთვლილი უნდა იყოს რამდენი ესა რა ქვია რომელიმე პროდუქტი ხო არ შეიცავს ალერგიის გამომწვევებას რა ქვია მიზეზებს ხო ჩვენთან საქართველოში შემოაქვთ პროდუქცია სუპერმარკეტებში იყიდება რომელიც არ ვიცით არც წარმომავლობა ვიცით არც რა არის არ ვიცით არც სინამდვილეში რომელია ესა რა ქვია ვადა ხმარების ვადა სანამდეა რა არის როგორ არის და პლუს ჩვენ ადგილობრივს აი ფაქტიურად კლავთ იმ დღეს ფერმერები წერდნენ რომ ბიჭო კარფურის სუპერმარკეტშიო ესა რა ქვია ბულგარული წიწაკა რაღაცა დამჭკნარი ღირს 9 ლარი და ლარნახევრად აი მაღაზიას ქუჩა დავდივართ იხვეწება რომ გაყიდოს იხვეწები რომ ხალხს მივყიდოთ და ამას რა გიორგი ამ დროს მე ესენი ლაპარაკობენ ფასები როგორ დავარეგულირებთ ესე უნდა ჩვენი დრო ამოუწურეთ ანუ ჩვენ დაახლოებით 10 წუთში დაგიბრუნდებით და უკვე რადგან საქართველოსზე ვილაპარაკეთ მე საინტერესო იქნება უკვე საერთაშორისო კი ბატონო საერთაშორისო ზარანაკლები საინტერესო ხდება დიდი მადლობა